ახლა კი წარმოგიდგენთ იმედი ლაივის პირველ სტუმარს მაია ბითაძე, ქართული ოცნების დეპუტატი შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამო მშვიდობისა მაია, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით დავიწყოთ აი იმ მდგომარეობის შეფასებით, როგორშიც აღმოჩნდა ახლა დამარცხებული მხარე, ის შედეგის მიუღებლობა და ასე ვთქვათ, ყოველდღურად ახალ-ახალი ვერსიები თუ როგორ გაყავდა არჩევნები. აქ დიდი სიურპრიზებია ხოლმე. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ის, რომ ჩვენ შევდექით როგორც ერი და მე ძალიან ამაყი ვარ ნამდვილად იმით, რომ ჩვენი ამომრჩეველი ისევე როგორც ამისი გვწამდა, გამოდგა ძალიან გონიერი ამომრჩეველი და ის რიგები, რომელსაც გვეუბნებოდნენ, რომ თურმე რადიკალურად განწყობილი ამომრჩევლის რიგები აღმოჩნდა იმ ეგრეთ წოდებული ჩუმი ამომრჩევლის რიგი, რომელსაც გავლილი აქვს ძალიან ბევრი პერიპეტიები ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, ძალიან ბევრი რამ ნანახი აქვს, არის ძალიან გამოცდილი ამომრჩეველი, რომელიც ძალიან კარგად არჩევს რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე. მით უმეტეს იმ აგრესიული ლიბერალური ფაშიზმის ასე ვთქვათ ძალიან დიდი შემოტევის მიუხედავად, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში როგორც შიდა, ასევე გარო ფაქტორებისგან გამომდინარე იგრძნობოდა და ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკვირდებით, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად ასე ვთქვათ, ფორმიდან ამოვარდნილი მდგომარეობა, როდესაც ისინი ეპოტინებიან 1000 გვარ გამოგონილ ასე ვთქვათ, მითებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ უსუსურია ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და რაოდენ ნაკლებია ის მხარდაჭერა უკვე ყოველდღიურად მათ მიმართ, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებისგან გამომდინარე, იმიტომ რომ რეალურად თელ აი ამ დიდ კინოს, რასაც ჩვენ უყურებთ, რომელიც უკვე სერიალში არის გადასდილი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ორი მდგენელი ქონდა, ეს იყო გარე ფაქტორი და შიდა ფაქტორი. გარე ფაქტორი, რომელიც პრაქტიკულად იყო ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და აი ამ ადამიანების, რომელსაც საერთოდ არ უყვართ საკუთარი სამშობლო, მთავარი დასაყრდენი, რეალურად მათ წინა საარჩევნო პერიოდში ასე ვთქვათ იბრძოლეს მხოლოდ იმისთვის, რომ მოეგოთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის გული და გაემართლებინათ ასე ვთქვათ ის ირიბი დაფინანსება, რომელსაც ისინი თავისი დამფინანსებლებისგან იღებენ და მეორე მდგენელი ეს არის შიდა ფაქტორი, ის მოტყუებული ამომრჩეველი, პრაქტიკულად მათი მხარდამჭერი, რომელიც მათ ძალიან მწარედ მოატყუეს, თუნდაც ამ წლის დასაწყისში, როდესაც უკვე ძალიან ღიად და აშკარად შესთავაზეს ვთქვათ headline-ად, რომ თურმე ქართული ოცნება არის რუსული, ჩვენ მივიღეთ რუსული კანონი, ჩვენ ვიღვიძებთ და ვიძინებთ რუსეთში, აქ ყველაფერი არის რუსული და ეს ხალხი დღეს აღმოჩნდა მოტყუებული. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღეს ვრალდებებს. ერთი რამე უნდა ვთქვა, აუცილებლად, რომ მოტყუებული აღმოჩნდა, თუნდაც იქიდან გამომდინარე და გულაცრუებული, რომ ვერ მიიღეს დღეს მათ ის გზავნილები, თუნდაც ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც მათ ძალიან უნდოდათ და უფრო მეტიც ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ, რომ გადაფარონ თუნდაც სადამკვირვებლო მისიების გაკეთებული, ასე ვთქვათ, გზავნილები, ასევე მაღალი თანამდებობის პირები. მაგრამ ისინი საპირისპირო სამტკიცებენ, რომ სწორედ ოცნებამ ვერ მიიღო ვერც მილოცვები და ვერც ის გზავნილები, რაც უნდოდათო, ისინი ამახვილებენ ყურადღებას იმ კრიტიკულ ნაწილზე, რომელიც აქვს ეუთო ოდირს მათ შორის დასკვნაში და იმ გზავნილებზე, რომელიც ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მოვისმენთ. მაშინ რას უპასუხებთ ამ განცხადებებს, რომლებიც ეხება საარჩევნო გამოძიებას, ანუ ფაქტების შესახებ, რომ პროკურატურამ უნდა მოიპლიოს მასალები თუ რა მოხდა, რას უპასუხებთ იმ ბრალდებებს, რომ ადამიანებს პირადობებს ართმევდნენ და ისეთ ცდილობდა ქართული ოცნება ხმების მიღებას. მოდით ესე ვთქვათ, რომ ჩვენ ქართული ოცნება რამოდენიმე კვირა უკვე ძალიან აქტიურად არჩევნებამდე აკეთებდა განცხადებებს იმის თაობაზე და ჩვენ ეს წინასწარ მაკეინის ინსტიტუტის წინასწარ ანგარიშიც ვნახეთ, რომ იყო დაწერილი გარკვეული სცენარი, რომელიც არ დაწერილა ერთი თვის წინ, ეს არის სცენარი, რომელიც რამოდენიმე წელია, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა იპარება საქართველოში და პიკი პრაქტიკულად მიმდინარე წელს იყო. ეს იყო წინასწარ გაწერილი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რომ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნების წარუმატებლად არჩევნების მეორე დღისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რეალურად ჩვენ რა ვნახეთ, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან მშვიდ გარემოში, უპრეცედენტო აქტივობით და თვითონ არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა გარდა რამოდენიმე, ასე ვთქვათ, შემთხვევისა და ასეთ შემთხვევები არათუ საქართველოში ჩვენ ხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა ხდება, ხო? იწვის საერთოდ საარჩევნო ყუთები და გადასატანი ყუთები. არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც არ ელოდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და შესაბამისად
დაიწყო, შემდგომ ის რაც დაიწყო, რა თქმა უნდა, წინასწარ შემზადებული ეს პირადობებთან დაკავშირებით აბსოლუტურად სრულ ინფორმაცია და დაუსაფუთებელი ინფორმაცია და მათ შორის სახალხო დამცველიც ითხოვდა, რომ მომაწოდეთ მანახეთ ერთი ადამიანი, ვის ჩამოართვეს პირადობაო. გვესაუბრებიან, რომ 300,000 და 200,000 ადამიანს ჩამოართვეს თურმე პირადობა თუ 20,000 და 30,000 ასტრონომიულ ციფრებზეა საუბარი. და შემდგომ გადავედით უკვე თვითონ რაღაც კამერების განლაგებაზე. შემდგომ გადავედით ფარულობის დარღვევაზე. არა და რეალურად ის ციფრები, რომელიც სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშია ნათქვამი, მათ შორის ფარულობის დარღვევა თუ ბაყალბი ბიულეტენების ჩაყრა, იყო სულ რაღაც ათეულობით შემთხვევები. ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით იცით, რომ ორი შემთხვევა იყო, იქ რაც ფარულობის დარღვევის 16 შემთხვევა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ათეულობით შემთხვევა, რომელსაც ისინი ეხლა რადიკალები ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ როგორც ფაქტუმ ეძებენ მტკიცებულებებს, თუ როგორ დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყავდნენ, გამოდიან აი ამ დაშვებიდან და ახლა იგონებენ, როგორ გამართლონ ეს. და ეს იმდენად ყალბია და იმდენად სუსტია მათი ნარატივი და იმდენად საფუძველს მოკლებულია, რომ დღეს უკვე ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ მათ პრაქტიკულად უკვე საერთაშორისო დონიდანაც მოუწოდებენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, რომ მას თუ ხელთ აქვთ რაიმე ინფორმაცია, უნდა მიაწოდოს გამოძიებას. გამოძიებას არენდობიან, ამას ამბობენ. ისინი არენდობიან გამოძიებას, ისინი არენდობიან საარჩევნო სისტემას, სადაც 25,000 დამკვირვებელი მონაწილეობდა, 3,000 უცხოელი დამკვირვებელი. დღეს არც ოდირს არც EUTO ოდირს ენდობიან, არც ნატოს, არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყო დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია და თვითონ თქვენ გახსოვთ ქართული NGO-ები, მათ შორის რიგითი მოქალაქეები, რა რაოდენობით დაკვირვება იყო ამ არჩევნებზე და ესე იგი არჩევნების დღეს აღმოვაჩინეთ ის თითო ოროლა გადაცდომა, რაზედ რაც დაფიქსირდა EUTO-ოდირის და მათ შორის ისვედის ანგარიშებში და საბოლოო ჯამში, რომ ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ აღმოაჩინეს, მიადგნენ იმ ტექნიკურ მოწყობილობებს, რომლის იდეალურობაზე თითოეული მათგანი ჩვენ გვესაუბრებოდა იმისთვის, რომ დაერწმუნებინათ საკუთარი ამომრჩეველი, მისულიყვნენ და ხმა მიეცათ, რაღაც მითების გაქარწყლებას ცდილობდნენ და დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე რაღაც დუბლირებას აკეთებს ეს აპარატი და რაღაც საჯარო ინფორმაცია, საჯარო კი არა, პერსონალური ინფორმაციის წაშლას აქვს ადგილი და 1000 რაღაცას მიედმოედებიან. ოღონდ საერთაშორისო პარტნიორებს არ უღიარებიათ ეს არჩევნები. აი მტკიცებით ფორმაში ამის თქმა დღეს არის შესაძლებელი. და მთავარი რომ EUTO-ოდირის ჩანაწერში ჩვენ ვერ ხვდებით ორ ფრაზას თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთეთ, მათ შორის ჩვენმა საგარეო გუნდმა. EUTO-ოდირის, ასე ვთქვათ, დასკვნებში ამგვარი ჩანაწერები თავისუფალი სამართლიანი ბოლო პერიოდში არ მოიპოვება არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით, იმიტომ რომ ხშირად გამხდარა ეს დავის საგანი, ან ეს ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციების საგანი, აქ თავარი არის, როგორ ფასდება მთლიანად პროცესი და რას ამბობს EUTO-ოდირი. EUTO-ოდირი ამბობს და თქვა პირველივე დღეს, რომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს ის გადაცდომები და შესაბამისი რეაგირება გააკეთოს, რომელიც გამოვლინდა არჩევნების დღეს. იგივე გაიმეორა, ასე ვთქვათ, ყველა უცხოელმა აქტორმა, თუმცა იქ იყო გარკვეული გამოვლინება, როდესაც რაღაც საერთაშორისო მილერის განცხადება იყო, რომ საერთაშორისო გამოძიება გამოიძიოს, აი ეს საკითხი რამდენად რეალისტურია საერთაშორისო გამოძიება. საერთაშორისო გამოძიება ბუნებაში ესეთი რამე არ არსებობს, რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ იყო, რომ შემდგომ ჩვენ ბაიდენის განცხადებაც მოვისმინეთ, ბორელის განცხადებაც მოვისმინეთ, რომ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოძიება დაიწყოს. ჩვენ ამის შემდეგ ვისმინეთ არაერთი ბრიფინგი ჩატარებული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისა და ამ რადიკალების და მავნებლების მხრიდან, რომლებიც ერთი სული აქვთ, რომ რაღაც დაუზიანონ ამ ქვეყანას. მათი განცხადებები მოვისმინეთ, რომელიც არაფერს არ ეყრდნობოდა. პრაქტიკულად აი რომ დავცხდეთ და ჩამოვაყალიბოთ, რაში მდგომარეობდა დარღვევა ვერ ყალიბდება. საბოლოო ჯამში დავედით ნოდარ მელაძის შოუმდე, ჟურნალისტურ გამოძიებამდე და ეს არის თურმე დღეს ყველაზე დიდი ხელმოსაჭირი გამომძიებლებად ოპოზიცია არენდობა პროკურატურას. შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ არ ითანამშრომლებენ. პრეზიდენტი ამბობს, რომ რა უნდა წარადგინოს, როცა ყველაფერი ფაქტები არის მაგიდაზე. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესში, როცა ერთი მხარე ამბობს, რომ არენდობა გამოძიებას, მეორე მხარე ამბობს, რომ მოდით და გამოძიება აწარმოეთ, ხო? საბოლოო ჯამში საუბრობთ იმ პარტიებს, რომელთაც მიიღეს დაახლოებით 60-მდე მანდატი. ეს არ არის მხარე, ეს არის უპასუხისმგებლო მოღალატე ადამიანთა კრებული,
რომელსაც არასდროს არაფერი საუბრობ ზურაბიშვილის ჩათვლით. არასდროს არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე პოზიტიური, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ გამოიგონონ 1000 სცენარი და ჩვენი მოსახლეობა ამყოფონ მუდმივი სტრესისა და დაშინების ქვეშ. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ უკვე სიებსაც აქვეყნებენ ადამიანების და მე იმედი მაქვს, რომ ამას სათანადო პასუხი გაეცემა პერსონალურ მონაცემების გამჟღავნებასთან თუ გვაქვს საქმე, მოღალატეების სიას ქმნიან, როგორც ემიგრანტების, ანუ ჭყალებში მოღალატეების, მათი თვალთახედვით, ასევე დღეს დაიწყო უკვე ნინო ლომჯარიამ რაღაც სიების გამოქვეყნება. ეს არიან ფაშისტი ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულწილად მიზანს, რომ გადაკიდეს ადამიანები ერთმანეთს, რასაც ჩვენ ნამდვილად საქართველოს მოსახლეობა მათ არ ვაპატიებთ. ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც არაფერი არ აქვს გაკეთებული, როგორ შეიძლება შენ ითხოვდე საერთოდ რამეს, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერდეს, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის რუსეთურმე თურმე. როგორ შეიძლება შენ ითხოვდე რამეს, როდესაც შენი მმართველობის დროს სტრატეგიული ობიექტები გაასხვისე რუსეთზე. როგორ შეიძლება შენ ითხოვდე რამეს, როდესაც ამ ქვეყნის ოკუპაციას დამატებით შეუწყო ხელი და 20%, ასე ვთქვათ, ლეგალურად ოკუპირებულია უკვე. როგორ შეიძლება რამეს ითხოვდე, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში გარდა მავნებლობისა ამ ქვეყნისთვის არაფერი არ გვაქვს მოტანილი, მაგრამ მერწმუნეთ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო, რომ არც ამ ქვეყნის ვიზა ლიბერალიზაციას დაემუქრება საქმე და არც ასე ვთქვათ, ის გადატვირთვის პოლიტიკა გიგენიათ მომავალი კვირიდან პოლიტიკური პროცესი, როდესაც ოპოზიცია ფაქტობრივად ანონსებს, რომ ისინი ქუჩაში დადგებიან კარვებით, არ შევლენ პარლამენტში და თუ მართლა ასე მოხდა, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იმოქმედებს ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ოპოზიცია, როგორც თვითონ ამბობენ, არ იქნება. სუბიექტურად რო გითხრათ, რაც უფრო დიდხანს არ შემოვლენ, უფრო კარგი იქნება. იმიტომ რომ ეს ადამიანები საქართველოს პარლამენტში უკვე იყვნენ და გარდა ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ცირკისა, მავნებლობისა, მათ პარლამენტში არაფერი არ გაუკეთებიათ. მე არაერთხელ მithქვამს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ამოიღოს ყველა ის კანონი, რომელიც ჩვენ ასწრებს ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების კუთხით მივიღეთ, ვერც ერთი მათი, ასე ვთქვათ, დადებითი ხმის მიცემა იქ არ არის დაფიქსირებული. ჩვენ ყველამ რა თქმა უნდა, ისინი აუცილებლად შემოვლენ დიდხანს. რადგან ამბობთ, რომ რაც უფრო დიდხანს არ შემოვლენ, ესე იგი ფიქრობთ, რომ ადრე თუ გვიათ მაინც შემოვლენ. ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, ჩვენ გვახსოვს 20-20-ში რა ხდებოდა 6 თვე, მერე შემდეგ მოიგონეს რაღაც შარლ მიშელის შეთანხმება, ამაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაეხმარნენ სამწუხაროდ და ასე შემდეგ და გვამყოფეს, ასე ვთქვათ, რამოდენიმე თვიან სიმულაციურ რეალობაში, იმის პარალელურად, რომ ქართულ ოცნებას უწევდა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება ავსცირების კუთხით და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ახლა გვეუბნებიან, რომ არ შემოვლენ, კარვებს დასცემენ, თავისივე ამომრჩეველში დაკარგეს მათ ნდობა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანები, რომლებიც ვერ აყალიბებენ ერთი კვირა, როგორ გაყალბდა არჩევნები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკა აღმოჩნდა თურმე საერთაშორისო საგამოძიებო ორგანო, რომელმაც დადო დასკვნა. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ძალიან მალე ჩვენ საგამოძიებო ორგანოებიდან ნამდვილად მივიღოთ პასუხები თუ რა მოხდა, მათ შორის იმ საკითხებთან მიმართებით, რომ სადაც ქართული ოცნების ამომრჩევლის ხმების მიტაცება უკვე ოფიციალურად დგინდება და ამის თაობაზე ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, როდესაც ქართული ოცნების ამომრჩევლებს დამკვირვებლებად არეგისტრირებდნენ, ხოლო დანარჩენთან დაკავშირებით მათ მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა და ჩვენ გიორგი ვაშაძის დღეს აგრესიული დამოკიდებულება თუ როგორ გაბრაზდა ის ევროინტეგრაციის პერსპექტივა მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენ რასე იუკნევიჩენის განცხადება მოვისმენთ იმაზე რომ ახლა უკვე არა ქართული ოცნების ხელით იხურება ევროპის კარი როგორც აქამდე იყო არამედ ქართველმა ამომრჩეველმა თავად დახურა ეს ევროპის კარი ასეთი იყო შეფასება ძალიან სამწუხაროა რომ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა ზოგიერთი რადიკალი პოლიტიკოსი ევროპარლამენტარი ან მოქმედი ან ყოფილი რომლებიც მოდიან, ასე ვთქვათ, პოსტ-სოციალისტური ბლოკიდან, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. ადამიანები, რომლებიც მოდიან იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც ესაზღვრება
რუსეთს, ისევე როგორც საქართველო, რაც ძალიან ცუდ, ასე ვთქვათ, ფიქრებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ საქართველო არის ფარი იმისთვის, რომ ისინი იყვნენ დაცულები და ავიწყდებათ, რომ მათ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ საჩუქრად მიიღეს პრაქტიკულად როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის დაცვითი, ასე ვთქვათ, ხოლგა. მაგრამ მე ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტში და ევროსტრუქტურებში ზოგადად ყველა ასე არ ფიქრობს. იქ არის ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი და ჩვენ ერთიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასიხარულოა თუნდაც ის, რომ დღეს ჩვენი არჩევნები ჩატარდა ელექტრონული სახით და ელექტრონული სახით ჩატარებული არჩევნები ბუნებრივია არის იმის გარანტი, რომ მათ არ იქნებათ ჩვენ რადიკალებს იმის საშუალება, რომ დიდხანს გასტანონ ამ თავის манипуляციებში და სიცრუეში და მეორე მათ ვერ მიიღეს დღეს ის საერთაშორისო გზავნილები, რომელსაც ისინი ელოდნენ. ასე კი, მადლობა. მაია ბითაძე იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა.